მოდით ერთად გავაკეთოთ ესეთი საყვარელი კრუხი თავის წიწილებთან ერთად. თავიდან უნდა გამოვჭრათ ყვითელი და თეთრი წრეები და ეს წრეები უნდა ჩავჭრათ რადიუსზე და შემდეგ ეს ჩანაჭერი ერთი მხარე უნდა გადავკეცოთ. მისთვის აუცილებელი არის დედალს გავუკეთდება თავზე წითელი ნაწილი, ქოჩორი, ასე რომ ვთქვათ, და ნისკარტებისთვის დაგვჭირდება ვარდისფერი ფურცელი. კეთების პროცესში ქაღალდი დაგვიზიანდა და ამიტომ მოვიფიქრეთ, რომ გაგვეკეთებინა პატარა ბალახებიც და ესე გადავკეცით ფურცელი ორად, ჩავჭერით და დავამაგრეთ და გამოვიდა საყვარელი ბალახები. კუთხეებში ცოტა მაღალი ბალახები გავაკეთეთ და კეთების პროცესშივე გადავწყვიტეთ, რომ დაგვემატებინა მზე, ყვითელი, გაღიმებული ლამაზი მზე და ასევე ორი ცალი თეთრი ღრუბელი. მასალა არის ძალიან მარტივი, უბრალოდ ფერადი ქაღალდები, წებო, მაკრატელი და კალამი ან ფანქარი, რომ ფეხები მივუხადოთ აუცილებლად. ძალიან სახალისო აქტივობა არის და ძალიან კარგ დროს გაატარებთ თქვენს ბავშვებთან ერთად. ესეც ფეხები მივახატეთ, დავაწებეთ შემდეგ და ხედავთ როგორ არის ფრთები გადმოგეცილი. ძალიან საყვარელი აპლიკაცია გამოდის და ფერმის ცხოველების გაკეთებას, როდესაც მოინდომებთ, მოკლედ ამ შესწავლას გადაწყვეტთ და დაწყებით კლასებში ან სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ძალიან კარგი აქტივობა არის მათთან ერთად შესასრულებლად. თვალები კალმით მივახატეთ, ესეც ღრუბლების გამოჭრის პერიოდიც. მოგვეჩვენა, რომ ცა შესავსები იყო და ამიტომ ღრუბლების გაკეთებაც გადავწყვიტეთ და რადგან უფრო მხიარული გამოგხსოვდა, ესეთი საყვარელი მზეც დავაკარით კუთხეში. კეთების პროცესში აუცილებლად დათვალეთ, რამდენი ფეხი აქვს თითოეულ წიწილად ცალ-ცალკე და ერთად, რამდენი ღრუბელია, რამდენი ნისკარტია ცალკე და ერთად და ასე შემდეგ.